ერთად წავიდეთ პანკისის ხეობაში და თვალიერეთ ჩემთან ერთად. ჩანჩქერამდე მისასვლელი მთლიანად უგზაობაა, თუმცა ისეთი გზა არ არის, რომ ვერ ახვიდეთ ან გაგიჭირდეთ ასვლა. რამდენიმე წუთიანი გზა კი მიგიყვანთ ადგილამდე, სადაც ნახავთ ულამაზეს ჩანჩქერს და თავს ისე იგრძნობთ თითქოს ბუნების ნაწილი ხართ. აქ უკვე თვალი მოვკარით და დავინახეთ ჩანჩქერი. ნიკას ვუთხარი, რომ ვიდეოს გადაღება მინდოდა, ოღონდ არ უნდა შეემჩნია, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც შეიმჩნია, რომ ვიდეოს ვიღებდი. და რა თქმა უნდა არ გამოგვივიდა ესეთი ვიდეოს გადაღება, მაგრამ სხვა რა გზა იყო. აქ უკვე მეტყობა კიდეც, რომ აღფრთოვანებული ვარ ადგილით და ერთი სული მაქვს, რომ ნახავ. გზა კი ნამდვილად არ არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ უგზაობაა, მაღალი გამავლობის მანქანით თავისუფლად შეგიძლიათ რომ ახვიდეთ. ჩანჩქერამდე ასასვლელი გზა ცოტა რთულია, მათთვის, ვისაც სიმაღლეში შეაქვთ, მათ შორის ჩემთვის, თუმცა გადაულახავი ნამდვილად არ არის და შეგიძლიათ რომ ახვიდეთ. და როგორც იქნა მიუახლოვდით აქ ულამაზეს ჩანჩქერს, რომელიც რა თქმა უნდა გაზაფხულზე უფრო ლამაზი იქნება. შემდეგ უკვე წავედით ადგილის საპოვნელად, სადაც მოვაწყავდით პიკნიკს და ვიპოვეთ უკვე მდინარესთან ესეთი ლამაზი ადგილი, სადაც ავონდით კოცონი და უკვე შევუდექით თოხლაობას. და ამ ყველაფერს რა აკლდა, თუ არა კარგი ქართული სიმღერა. რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა ჩვენი დღე. თუ მოგეწონათ მსგავსი შინაარსის ვიდეო, დამიკომენტარეთ და აუცილებლად გავაგრძელებ გადაღებას.